გამარჯობა, დღეს მინდა გესაუბროთ წიგნზე, რომელმაც საბოლოოდ გამომაღვიძა. ეს არის ეკჰარტ ტოლეს აწმყოს ძალა. მე ვარ ელენე და ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. თანამ გადავალ უშუალოდ იმის მოყოლაზე, თუ რა შეცვალა ამ წიგნმა ჩემ ცხოვრებაში და რა გავლენა იქონია. მოგიყვებით მე და აწმყოს ძალის, ანუ ამ წიგნის ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ. ეკჰარტ ტოლეს თვითონ ლექციები მაქვს და გამოსვლები მოსმენილი სხვადასხვა YouTube არხზე, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან სიღრმისეულად ჩავყევი და მისი წიგნი ეს Power of Now, ანუ აწმყოს ძალა, ინგლისურად გამოვიწერე 2019 წელს და 2024 წლამდე საერთოდ არანაირი გადაკვეთა არ მქონია, უბრალოდ ვიცოდი ყრუს, რომ სადღაც იყო. მე საქართველოში ყოფნისას ჩემს მეუღლეს უყიდე ქართული ვერსია, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი წიგნი იქნებოდა, თუმცა წაკითული არ მქონდა და პანამაში როცა ჩამოვედით, გუგამ დაიწყო ამ წიგნის კითხვა და ძალიან დაინტერესებული იყო, ხშირად მიზიარებდა თავისას და ერთხელ ესეთი კომენტარი გააკეთა, რომ ჩემ გარშემო ვისაც ვიცნობ, ყველაზე უფრო ახლოს ვინც ცხოვრობს აწმყოს ძალის, ესე ვთქვათ, პრინციპებით შენ ხარო. და ეს რაღაცნაირად მომაკაუჭა ამ წინადადებამ და მომეწონა. იმიტომ რომ ამ წიგნის მიმართ ჰქონდა ინტერესი, უბრალოდ რადგან კორპორატიულ სამყაროში ვიყავი, უფრო სხვა წიგნებს ვკითხულობდი. არ მეცალა დიდად ესეთი ტიპის წიგნებისთვის. და როცა დავინახე, რომ ჩემი ქმარი მეორეჯერ, მესამეჯერ მიუბრუნდა ამ წიგნს და დიდად ახლა ესე კითხვაზე არ გიждდება, მეთქი რაღაცა უნდა წავიკითხო აუცილებლად და თან გადავშალე უკვე ქართული ვერსია და ვნახე, რომ ნათარგმნი არის ხათუნა ბასილაშვილის მიერ. ხათუნა იყო ჩემი ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში და თუ დაინახავთ, რომ წიგნს აწერია, რომ მისი თარგმანია შეგიძლიათ თამამად იყიდოთ, იმიტომ რომ ინგლისურიც უკვე რამდენჯერმე მაქვს წაკითხული და ძალიან მაღალი ხარისხის თარგმანია. რადგან საქართველოში ყოფილა შემთხვევები, როცა წამიკითხავს ქართულად ნათარგმნი წიგნი და შემდეგ იყო შინაარსობრივი განსხვავება. ეს ისე რომ გაითვალისწინოთ. მოკლედ ესე მოვიდა ჩემთან ეს წიგნი, მე უკვე სამსახურიდან წამოსული ვიყავი, ანუ სადღაც 1 წლის წინ და თან ეს აწმყო თვითონ სიტყვა და პრაქტიკაც ჩემ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად იყო შემოსული, რასაც ვერ ვიტყვი პანამაში გადმოსვლამდე, იმიტომ რომ მანამდე ძალიან ისეთი უფრო სტრესული, კარიერულად აქტიური, დაძაბული ესეთი ცხოვრება მქონდა და დიდრად აწმყოსთვის, საუზმისთვის და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, საკუთარი თავის მოვლის რუტინებისთვის არ მეცალა. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ წიგნზე. პატარა ესეთი შესავალი მინდა კიდევ გავაკეთო, რომ როგორც წესი, აი ამ ბოლო წლებში ჩემთან წიგნი მოდის იმის მიხედვით, თუ რა კითხვები მაქვს მე. არ ვიცი ეს რა პრინციპით ემთხვევა, ნამდვილად სინქრონულობა არის თუ არა, მაგრამ აი ყოველი შემდეგი წიგნი, რომელიც მიჭირავს ხელში და გადავშლი, აი ესეთი გაკვირვებული ვრჩები, რომ ნუ ეს ხო ის კითხვა, რაზეც დღეს ვფიქრობდი, ან გუშინ ვფიქრობდი და აი უცბად აღმოჩნდება ესეთი წიგნი ჩემ ბიბლიოთეკაში და ეს წიგნიც არის ზუსტად ეგეთი წიგნი და ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელიც ჩემი აზრით პასუხი უკვე გაცემული მქონდა, კიდევ უფრო გამიმყარა ეს პასუხები და ამიტომ ძალიან ვაფასებ ამ წიგნის გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში. ეხლა კი მოგიყვებით რა მომცა აწმყოს ძალის წაკითხვა. პირველ რიგში გამიმყარა ის რწმენა, რაც მანამდე მქონდა ცხოვრებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული და საკუთარ თავთან. ძალიან ბევრი წელი ვაკვირდები საკუთარ ფიქრებს, აზრებს, ემოციებს და აი ხვდებოდი, რომ ჩემს ფიქრებზე და აზრებზე და ზოგადად გონებაზე მეტი ვარ, რაღაც კიდევ მაქვს, რაც უფრო დიდია და ამ ყველაფერს მოიცავს. ეს იყო ცნობიერი თუ ქვეცნობიერი თუ რა იყო, ვერ ხვდებოდი, მაგრამ ამას ხვდებოდი, რომ ეს რაღაცა ერთი დიდი მთელი იყო და მე ყოველდღიურობაში უბრალოდ რაღაც ნაწილებთან ერთად ვცხოვრობდი და ამ წიგნმა
ზუსტი პასუხი მომცა ამაზე, რომ მე ვარ ჩემი ცნობიერი და სხვა ყველაფერი არის ჩემი ცნობიერის ნაწილი. უბრალოდ აქ არის ისეთი სიტუაცია, რომ გონებას აქვს დღეს ჩვენს ცხოვრებაში მართვის სადავეები აღებული და არა ცნობიერს და რეალურად მთელი ამ წიგნის შინაარსი ეთმობა იმას, რომ როგორ ჩამოვალაბორანტოთ ჩვენი გონება და მივცეთ ცნობიერს საშუალება, რომ იყოს იმ ადგილზე, სადაც უნდა იყოს ის. ასე რომ ამ კითხვას პასუხი კიდევ ერთხელ გაიცა და ამით მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ მე წარსულით ვცხოვრობ, არის სიტუაციები, რაც მათრიგერებს, რომ რაღაცაები წარსულიდან გავიხსენოთ, ან ახლა ძალიან ისეთი არის აქტუალური არის ტრაუმების დამუშავება, მაგაზე ჩემი აზრიც მაქვს, მაგრამ მოკლედ აწმყოში ნაკლებად, აწმყოში კი არა და წარსულში ნაკლებად ვატარებ დროს, ვერ ვიტყვი, რომ წარსულს მივტირიან, წარსულით ვცხოვრობ. თუმცა ვარ ეხლა ნაკლებად, მაგრამ ვიყავი ძალიან მომავალზე ორიენტირებული. ჩემი სამსახურებიდან მიღებული ჩვევებიდან გამომდინარე, სულ მომავალზე ვფიქრობდი, იმ დღეს რას ვიზამ, 1 წელში რას ვიზამ, 5 წელში რას ვიზამ და ეხლა მართლა ვცხოვრობ აწმყოში და ამ წიგნის წაკითხვასთან ერთად კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ეს არის ის ცხოვრება, რომელიც მე მინდა და წესით ყველა ადამიანს უნდა უნდოდეს, იმიტომ რომ ამას მოაქვს სიმშვიდე, როცა შენ აწმყოში დიხარ, შენ სახლში და უბრალოდ სივრცეს აღიქვა მაგალითად, ან ყვავილს აკვირდები, სხვა შორის ამ აწმყოში ცხოვრებასთან ერთად ჩვენთან სახლში გაჩნდა მუდმივად სულ ყვავილები, იმიტომ რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათი ყურება და ამაზე ძალიან კარგი კვლევა არის ქალებისთვის, რატო არის ყვავილები ძალიან კარგი, შემიძლია ამაზეც მოგიყვეთ. და იმის თქმა მინდა, რომ ეს წიგნი აი ყოველ სამწინადადებაში გიმეორებთ არგუმენტირებულად და გიმტკიცებთ, რატო არის აწმყოში ცხოვრება კარგი. და ერთი არგუმენტი თუ არა, მეორე ან მესამე იქნება თქვენთან ახლოს და შესაბამისად ეცდებით, რომ აწმყოში დაიწყოთ ცხოვრება. თუმცა აქვე დავამატებ, ერთხელ წიგნის წაკითხვით ცხოვრება არ იცვლება. ამ წიგნს უნდა დამუშავება, ხშირად მიბრუნება, პრაქტიკა და საერთოდ მგონია, რომ მარტო მაშინ მოგეწონებათ, თუ თქვენ ამ რაღაცეებზე უკვე ფიქრი დაწყებული გაქვთ და თქვენში არის რაღაც ძვრები მომხდარი. თუ თქვენთან ეს წიგნი ახლოს არ მოვა, ანუ არ არის ის დრო, როცა უნდა წაიკითხოთ, იმიტომ რომ თქვენთვის არის სხვა პრიორიტეტები ცხოვრებაში და ჯერ იმ პრიორიტეტებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ზუსტად მაგიტომ არის, რომ ხანდახან კარგია კარგ წიგნებს ბევრჯერ მივუბრუნდეთ, შეიძლება 5 წლის ინტერვალით, 1 წლის ინტერვალით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მუდმივად ვიცვლებით, ვითარდებით ჩვენ გარშემო, გარემო არის ახალი, ჩვენი აღქმებიც არის ხოლმე განახლებული. ახედან გამომდინარე, თუ გადაშალეთ ეს წიგნი და არ მოგეწონათ, არ შეგეშინდეთ, ანუ ეს უბრალოდ იმ მომენტში არ მიესადაგება თქვენს კითხვებს და მდგომარეობას. თუმცა, ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც მიეცით შანსი. კიდევ ერთი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეგრძნება, რაც გამიმტკიცდა ამ წიგნით არის, რომ სანამ საერთოდ ტერმინს კოლექტიურ აზროვნებას გავიგებდი, აი ღრმა ბავშვობიდან მქონდა ეს შეგრძნება, რომ რაღაცა საერთო დიდი ინფორმაციის მატარებელი ვარ. იმიტომ რომ სიტყვაზე ემპათიური ვარ, აი ავტომატურად ქალების დახმარება მინდა. მოკლედ, აი ეს შეგრძნება, რომ რაღაცა ჩემში იმაზე მეტი ინფორმაციაა, ვიდრე სიტყვაზე კონკრეტულად იმ მომენტში მე სოციუმმა მომეწოდა, დედამ, მამამ, ოჯახმა, სკოლამ, ყოველთვის მქონდა, იმიტომ რომ რაღაც აი ეს კოსმოპოლიტური ემპათიის შეგრძნება მქონდა და არა მარტო ლოკალური სიტყვაზე ქართველების მიმართ. მე ეს კოლექტიური აზროვნება ტერმინის შემხვდა და ბევრ ადგილას მოკლედ განმარტება ვნახე, თუმცა ამ წიგნში განსხვავებული განმარტება ვნახე ქალების კოლექტიური აზროვნების შესახებ, რაც ჩემთვის აღმოჩნდა, აი რომ იტყვიან, ვაუ, განსაკუთრებით PMS-ის დროს და მენსტრუალური ციკლის დროს გვეხმარება ეს ინფორმაცია, რომ
გავიგოთ, რატომ მოდის ჩვენში ხასიათის ცვლილება, გარდა იმისა, რომ გვაქვს ჰორმონალური დისბალანსი. თუმცა რატომ გვაქვს, აი მაგაზეც შეიძლება რომ პასუხი გასცეთ ამ ციკლს თუ წაიკითხავთ და აი ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო, რომ კაცის მიერ დაწერილ წიგნში აღმოვაჩენდი პასუხს, რომელიც სათაურიდან არ ჩანს, თუ რატო ვარ გაღიზიანებული PMS-ის დროს, ან რატო ვარ უფრო ემოციური და ასე შემდეგ. ამას არ ჩაუხმოვდები აქ, მე უფრო გავშლი და თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ და თქვენი დასკვნები გააკეთოთ. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის დანებების უნარი და დანებების სურვილი, რაც ვერ ვიტყვი, რომ ამ წიგნის წაკითხვამდე მქონდა, მე თავი მეგონა რატომღაც მთელი ცხოვრება მებრძოლი ქალი, აი ესე ხმლით რაღაცა სუპერ გმირი გადამჩენელი ყველასი, რომ ყველას უნდა დაეხმარო, რომ შენ იქით არაფერი არ გჭირდება, ისიც კი არ უნდა გკითხონ როგორ ხარ, იმიტომ რომ შენ რომ სულ რაღაც გიჭირდეს, არც იტყვი შენით უნდა მოვაგვარო ყველაფერი. მოკლედ ეგეთი ტიპაჟი ვიყავი და ძალიან ბევრი შეჯახებები მქონდა ცხოვრებასთან. აი მაგალითად მიულინებაში უნდა წავსულიყავი ერევანში, რაღაც სასამართლო იყო და უნდა დავსწრებოდი და გადაიდო ფრენა, იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი თოვლი. და აი იმიტომ რომ წავსულიყავი, ვიპოვნე რაღაცა ტაქსი, რომელმაც წამიყვანა 8 საათი ვიყავით გზაში, არ ვიცი ვინ ხართ ნამყოფი, ვინ არა, საკმაოდ დანგრეული და არასასიამოვნო გზა არის და აი გინდა თუ არა ჩავედი რა, აი ამ ბრძოლაში ვიყავი და ამას კი ვერ ხვდებოდი, რომ ბრძოლა არის, ამას ვუყურებდი ესე რომ რაღაცა თავდადებული ვარ და აი გმირი ვარ და არ ვნებდები და რაღაც ესე ვუყურებდი რა და ეს ახლა მარტივი მაგალითი მოვყავი, მაგრამ ბევრჯერ ამის გამო ცუდ პირიც წამიტეხავს, ანუ ესე ვთქვათ, ყოველთვის ისე არ დამთავრებულა, რომ ადგილზე ჩავედი და დროულად შეიძლება დამეკარგა რაღაცა ფინანსები, დიდი დრო და ასე შემდეგ. და აი ეს უაზრო წინააღმდეგობა, არ ვიცი ჩემი ხასიათიდან მოდიოდა თუ ესე ამგზარდეს თუ რა არის, მაგრამ აი ამ წიგნის წაკითხვასთან ერთად მოვდუნდი და მოვეშვი. მივხვდი, რომ ხანდახან კი არა და სულ აწმყოში რაც ხდება, იმას უნდა დავნებდეთ, იმიტომ რომ ის უკვე მოხდა და უნდა მივიღოთ მოცემულობათ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცადოთ ახალი ნაბიჯის გადადგმა, სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ ანუ ესე ვთქვათ, მდინარე თუ მიდის ესე, შენც უნდა წახვიდე ესე და აი ამ გზაში ცადო ამ ყველაფრის გამოსწორება და არა ის, რომ შენ აქ დაიქირაო ნავი და უყმა აუყვე მდინარეს, როგორც მე ვიქცეოდი ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი კონცეფცია შემოიტანა დანებების და დანებება არ ტეხავს შეგვიძლია სიტუაციებს. დავნებდეთ, მოვდუნდეთ, დავისვენოთ, აღვიქვათ რა ხდება და სავარაუდოდ კი არა და აუცილებლად უკეთესი ვარიანტები გამოჩნდება, როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს, ან მომავალში შემდეგ დღეს მაგალითად შეიძლება საერთოდ აღარ იყოს ეს საკითხი მოსაგვარებელი, იმიტომ რომ აღარ იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, რადგან უკვე ჩავლილია. ეს ჩემი ამონარიდია წიგნიდან და თან დავურთავ ვიდეოსაც. უბრალოდ ძალიან მარტივად ამოვიწერე, როგორ შეიძლება განვასხვავოთ, რა არის გონება, რაც გვმართავს და წესით არ უნდა გვმართავდეს და რა არის ცნობიერი, რომელიც ვართ მთლიანად ყველაფერი ჩვენ. მაგალითად, გონებას ახასიათებს სულ მომავალზე ან წარსულზე ფიქრი. აი, არ უყვარს აწმყოს მომენტში გაჩერება, როცა ცნობიერი არის აწმყოში და არის 7 აწმყოში ყოფნის დროს. გონებას ახასიათებს შიში, ღელვა, შფოთვა, აი რაღაცა ისეთი უნებური გადაწყვეტილებები, როცა ცნობიერი არის დამკვირვებელი, არ განიკითხავს, დინჯია, ანუ აი რაღაცა აწმყოშია და ამ აწმყოსთან ერთად ნელა მოძრაობს, ესე რომ აგიხსნათ და ცნობიერთან ერთად ყოველთვის ბევრად უფრო ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ვიდრე გონებასთან ერთად, იმიტომ რომ გონება არის სხვადასხვა
გავლენების ქვეშ და როგორც წესი ეჩქარება, მალე უნდა მოგვარება და რაღაცა ისეთია, უფრო ქაოტური. ამიტომ დააკვირდით თქვენ თავს, როდის გმართავთ გონება და როდის ხართ თქვენი ცნობიერი და ძალიან სასარგებლო პრაქტიკა არის დღეში ერთხელ მაინც თუ გააკეთებთ. წეღანაც ვახსენე და ისევ უნდა მიუბრუნდე ამ თემას, რაში გვეხმარება ეს წიგნი PMS-ის და menstruალური ციკლის გაგებაში. ზოგადად სანამ ვმუშაობდი, როცა ჩემი მეგობრები ან არა აქვს მნიშვნელობა, ჩემ გარშემო ქალები საუბრობდნენ PMS-ზე, საერთოდ ვერ ხვდებოდი რა იყო. აი მეგონა რომ რაღაცა იგონებენ, რომ ყურადღება მიიქციონ, ან რომ მაგ დროს სიტყვაზე ზედმეტად მოუარონ, ან რაღაცეები რომ ვაპატიოთ. აი რაღაცა არ იყო ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობა. საერთოდ რა იყო PMS-ი ვერ აღვიქვამდი. ოღონდ იმიტომ კი არა რომ PMS-ი არ მაქვს, უბრალოდ იმიტომ რომ აბსოლუტურად მასკულინურ ციკლზე ვიყავი გადაწყობილი, რაც არის 24 საათიანი ჰორმონალური ციკლი და არა ქალურ ციკლზე, რაც არის 30 დღიანი ქალური ციკლი. ანუ ჩემი ყოველი დღე იყო ერთნაირი ფიზიკური და მენტალური შეგრძნებით. არ ვიყავი ქალურ ენერგეტიკასთან ახლოს საერთოდ და რომ წამოვედი სამსახურიდან და ეს სტრესები რომ მომეხსნა, კორტიზოლმა ქვემოთ რომ დაიწია, უკვე გადავედი ამ ქალურ ციკლზე და მივხვდი რომ ეს არის PMS-ი, ჩემი მეგობარი რო ლაპარაკობდა, ანუ არ იგონებდა, ალბათ მართლა არსებობს და ამ ბევრმა გამონთავისუფლებულმა დრომ, რაც ადრე სამსახურს ეთმობოდა, დამაწყებინა ფიქრი და შეგრძნებები და დაკვირვება, რომ რა არის ეს PMS-ი საერთოდ, რა მოვლენა არის და ძალიან გამიმძაფრდა, ანუ განსაკუთრებით გამოიხატებოდა კვებითაშლილობაში, ხასიათის ხშირ ცვლილებაში, ფოკუსი საერთოდ არ მქონდა, ბურუსი მქონდა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ერთი წელიწადნახევარი ძალიან ისეთი მძიმე PMS-ი მქონდა. თუმცა ამ წიგნის წაკითხვამდეც მედიტაციებით მივედი იქამდე, რომ ჩემთვის PMS-ი გახდა ზეიმი და არა რაღაცა ცუდი მოვლენა და ამ წიგნის წაკითხვის მერე მივხვდი, რატომ გახდა ეს ჩემთვის დადებითი, ესე ვთქვათ, მოვლენა და შეგრძნებების წყარო. იმიტომ რომ ამ დროს იხსნება ჩვენი პორტალი და უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ქალები ვარ და ქალების კოლექტიური აზროვნება გვაქვს, ამ დროს ყველაფერი ნეგატიური, ანუ შემოდის ჩვენში, უბრალოდ ღიები ვართ, რომ შემოვიდეს, რადგან ქალებს ზოგადად მსოფლიოში ჩვენი ცივილიზაციის ისტორიის მანძილზე მოსვლიათ მთელი ეს დალექილი ინფორმაცია მოდის. და ისე რომ შენ ცხოვრებაში საერთოდ არაფერი შეიძლება არ შეიცვალოს, ამ ნეგატივით ივსები, მაგრამ შენ გაქვს არჩევანი, რომ ამ ნეგატივის ნაცვლად შენ ცხოვრებაში შემოუშვა დიდი რაოდენობით ცნობიერი, საროსთან გაერთიანების შეგრძნებები და ძალიან მაგარი პერიოდია მედიტაციისთვის, წერისთვის, საკუთარი თავის გაცნობისთვის და შეიძლება რომ აი ის კი არ იყოს, რომ აუ ეხა PMS-ი მეწყება, აუ ნეტო PMS-ი როდის დამეწყება, ეგრე იყოს, როგორც მე ვარ ეხლა. თუმცა მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ წიგნში, ან თუ რა ვიცი, გაინტერესებთ მე რა მედიტაციებს ვაკეთებ ამ დროს, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი Instagram-ი, აქ იქნება და მომწეროთ იქ და აუცილებლად გამოგიგზავნით და მედიტაციებსაც დავდებ ნელ-ნელა ამ არხზე. სხვათა შორის, ჩემი რჩეული 22 წიგნის ირგვლივ ვაპირებ, რომ სადღაც სექტემბერი-ოქტომბრიდან გავაკეთო წიგნის წრე, სადაც ყოველ თვეში განვიხილავთ თითო წიგნს, იმიტომ რომ წიგნები მაქვს უკვე დამუშავებული, არ ვიცი, რა ფორმით არა. და მაინტერესებს თქვენთვის თუ საინტერესო იქნება, მომწერეთ და კიდევ ძალიან გამიხარდება თქვენთვის საყვარელ წიგნებს თუ დაწერთ კომენტარებში, რამაც გავლენა იქონია თქვენს ცხოვრებაზე, შეგიძლიათ იყოს მხატვრული, შეგიძლია იყოს არამხატვრული. რატომ არის ეს წიგნი განსაკუთრებული? საერთოდ აწყვეტი ცხოვრება არ არის ისეთი პრაქტიკა, რომელიც ეკჰარტ ტოლემ შემოიტანა მსოფლიოში. ეს
გვხვდება თითქმის ყველა რელიგიაში, ყველა საუკუნეში, სხვადასხვა ფორმულირები, ზოგი ისე გვეუბნება, ზოგი ასე გვეუბნება, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მაგალითად ბიბლია რომ წაიკითხო, კიდევ სხვა ბევრი კონცეფცია არის, ან ნებისმიერი სხვა, ასე ვთქვათ, რელიგიური წიგნი თუ სწავლება და აქ კონკრეტულად ამ საკითხზე არის საუბარი. პლუს არის ძალიან მარტივი ენით და სუბუქად დაწერილი. არ აქვს ვალდებულებითი ხასიათი, აქვს უფრო რეკომენდაციული. თუ წაიკითხე და მიხვდი რომ შენი არ არის, გადადებ, ანუ არანაირი ესე დოგმატური არ არის საერთოდ და უბრალოდ აწყვეს ძალის პრაქტიკა, ესე ვთქვათ, გაღრმავება და გამოღვიძება სრული ჩემთან მოვიდა ამ ავტორის ხელით. მე ძალიან ბევრი წიგნი მაქვს აკითხული, სადაც შეიძლება აწყვეს ძალაზე არის საუბარი, მაგრამ იმ წიგნებმა ვერ მომაკაუჭეს, ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ შეიძლება ჩემთვის მოსაწონიენით არ ეწერა, ან რაღაცა გაუგებარი იყო, ან მაგალითები არ იყო მისაღები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემთვის პირადად ეს წიგნი უნიკალურია, რადგან არის თანამედროვე. პლუს YouTube-ზე შეგიძლიათ ამ ადამიანის ვიდეოები ნახოთ, ვისაც არ გინდათ წიგნის წაკითხვა, დრო არ გაქვთ, ან კითხვა არ გიყვართ. ამ წიგნს ბევრ ინტერვიუში ყვება, თუ გინდათ მომწერეთ და მაგ ინტერვიუებსაც გამოგიგზავნით და ზოგადად სანამ წიგნის კითხვას ვიწყებ, ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე ავტორი ვინ არის, მის ისტორიას, თუ ცოცხალია, ეხლა როგორ ცხოვრობს და ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში რა ინფორმაციაც ონლაინ არის ხელმისაწვდომი, Eckhart Tolle ძალიან ინტეგრირებულია ამ წიგნთან, ანუ ამ წიგნის პრინციპებით ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ცხოვრობს. მაგალითად, მე რო გავიგე ოშო როგორ ცხოვრობდა, ჩემთვის იყო შოკის მომგვრელი ფაქტი და დღემდე შოკის მომგვრელი არის, რატო უნდა წავიკითხოთ მისი წიგნები. ნუ ეს ჩემი ძალიან სუბიექტური აზრია, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, როცა შენ ადამიანი გასწავლის რაღაცას და ეს არის სწავლება და თვითონაც ამბობს, რომ არის მოღვაწე. როგორ ცხოვრობს თვითონ, ანუ ამ პრაქტიკით ცხოვრობს თუ არ ცხოვრობს? მე არ გულისხმობ ახლა მხატვრულ ლიტერატურას, სადაც ძალიან მაგარი ავტორები გვყავს, ალკოდამოკიდებულები, ნარკოდამოკიდებულები, შეიძლება ცუდი ცხოვრების წესი ქონდეთ, ის სხვა მიმართულება არის და როცა შენ ესეთ პრაქტიკებს ასწავლი, ჩემი მოგზაურებული აზრია, რომ მინიმუმ უნდა ცდილობდე ამ პრაქტიკებით ცხოვრებას. მოკლედ, ავტორი მომეწონა და ამიტომაც უწევ ამ წიგნს რეკომენდაციას. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ იპოვნოთ სხვა წიგნი, არ ვიცი, ბუდიზმიდან, ქრისტიანობიდან, წაიკითხოთ ისინი, სადაც იგივე რაღაცეებზე წერია, უბრალოდ შეიძლება სხვა სიტყვებით. რადგან აწყვეს ძალის კონცეფცია ყველა მეცნიერებით დადასტურებულია. არ არსებობს აი ამ წამის გარდა, აი ამ აწმყოს გარდა არც ერთი დრო. აბსტრაქტულია ყველაფერი, წარსული არის აბსტრაქტული, აი HR-შიც არ არის, ჩვენს წარმოდგენებშია მომავალიც არის აბსტრაქტული. ამიტომ უნდა უფრო მეტად ვიყოთ რეალურ ცხოვრებაში და ეს ერთადერთი რეალობა არის აწმყო. მე კი აქ მთელი არ ვიცი. ის მაქვს რა ქვია ჩანაწერები რაღაცა 100 გვერდი ამ წიგნის შესახებ, მაგრამ თავს არ მოგაწყენთ, ამას ალბათ უკვე გამოვიყენებ ჩემი წიგნის წრეში, რომელიც იქნება მხოლოდ ქალებისთვის და გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ. დამიწერეთ კომენტარებში, მოგეწონათ თუ არა, თითოეული კომენტარი ძალიან მიხარია და სულ ეს არის დღევანდელი ეპიზოდი. ბედნიერ დღეს ან საღამოს გისურვებთ იმის მიხედვით, თუ როდის ნახულობთ ამ ვიდეოს.